დაიმხობიან თუ არა ქოცები, მაშინ როცა არავინ არ არის პარლამენტში. ახლა არავინ არ არის პარლამენტში. ქოცები რიხინით აგერ 500 ლარიანი ჯარიმებით არ ურიგებენ ხალხს. მათივე მიღებული ამ პარლამენტის მიერ. პარლამენტის წევრები ჩახსნეს, პარლამენტში შევიდნენ და მე ჩახსნეს სია. ანუ აღმოჩნდა რომ ეს ხალხი არც იყო გათვალისწინებული პარლამენტში შევიდოდა. ანუ უბრალოდ ჩოლობა თოჯინებივით გამოიყენეს იმაში, რომ ხალხი მოეტყუებინათ, ხმა არ დაიკარგოს ეყვირებინათ და ბოლოს გამოვიდა რომ ეს ხალხი ჩახსნეს, ხმაც ყველა დაიკარგა. ქოცები მიიღეს იდეალური შემთხვევა მარტოზიან პარლამენტში. არავინ ხელს არ უშლით. 2 წუთში თავდება კომიტეტები. პარლამენტი გააუქმეს. რაც უნდათ პარლამენტი არაფერში, იმიტომ რომ თუ ეს პიროვნული მართველი ხარ პარლამენტი რადგინდა პარლამენტი შენი მიზანია პარლამენტი აქციო ბუტაფორიათ. და როგორც იქნა იქცა ბუტაფორია. და წინა პარლამენტ ჩვენ უშლიდით ხელს 4 კაცი რომ ბუტაფორია არ ყოფილიყო, თორე ისიც ბუტაფორია არ იყო. როგორ ლანძღავდნენ 4 წლის. აი თქვენ რო არ შესულიყავით პარლამენტში ქოცები დაემხობოდნენ. აი ახლა ხო არ არის პარლამენტში არავინ. რატო არ ემხობიან ქოცები? ამ კითხვაზე მსჯელობას. მე მინდა ამასთან დაკავშირებით იყოს დისკუსია. ამითი ქოცები როგორ იშლებიან ამასთან დაკავშირებით რომელიმე ადამიანი რომელიც იმას ამბობს რომ 4 წლის წინ თქვენ რო პარლამენტში არ შესულიყავით ქოცები ჩამოიშლებოდნენ. აი ეს ხალხი ხო შეიძლება მოვიდეს. მეორე ხალხი დაუსვათ გვერდზე რომელიც ამბობს რომ არაფერ შუაში არ არის მიზეზ შედეგობრივ კავშირს ვერ ვხედავ პარლამენტში ვიღაცა არ შესვლა და ქოცები ჩამოსვლას შორის. ამაზე ხო შეიძლება გაიმართოს დისკუსია. ხო არავინ არ მოდის, აი მზად ვარ. მაგრამ ხომ და დავამთავროთ ამასთან დაკავშირებით საუბარი, რომ პარლამენტში შესვლა არ შესვლა ქოცების ჩამოქცევასთან კავშირში არის თუ არ არის. აი მაგალითად რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. თქვენ ისევ გინდა უნდა იყვიროთ, ისევ იგი უნდა იყოს, რომ როგორც ამ თემის შემთხვევაში იყო, თქვენ ამიტომ მოგეცით ხმა რომ პარლამენტში ხვიდოდითო. იცით რა, პარლამენტში მე იმიტომ ღებულობ მონაწილეობას არჩევნებში, პარლამენტში შევიდე. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემი გადასაწყვეტი არ არის პარლამენტში შევალ თუ არა, თქვენ უნდა გადაწყვეტოს ეს ამორჩევლება, მაშინ ხმა არ უნდა მომცეთ. თორემ მე არ მინდა, როგორც არც ქოცების მონობა მინდა, არც ნაცების მონობა მინდა, თორემ რამენად შეუძლებოდი ამერც ან მეორეს. აი ამ საზოგადოებაში მე და ჩემს მეგობრებს ერთადერთი ვართ ასეთები, ვისაც სიმართლის ლაპარაკის გამბედაობა აქვს. თუ პარლამენტში შესასვლელი არ არის, მე არ დავიზიანებ საკუთარ რეპუტაციას. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რატომ არ შედიხარ პარლამენტში და ეს ერთადერთი მიზეზია ამ შემთხვევაში, თუ რევოლუციას აწყობ ამის გამო. ანუ არ შედიხარ პარლამენტში, თუ არ ცალია კაცო რევოლუციას აწყობ. მარტო ეს არის პარლამენტში არ შესვლის არგუმენტი სინამდვილეში. შენ თუ ამას არ აკეთებ, მაშინ რა არგუმენტით ჩახსენი 70 კაცი პარლამენტიდან? კაცდება კანონმდებლობა, მედიაში ცოტა ხანში დაიწყება იგივე. და არავინ არ იძახის, რომ ჩვენო ვწდებოდითო, როდესაც ვამბობდით, რომ პარლამენტში არ უნდა შეხვიდეთ. მე არ მინდა რომ ამის მძევალი იყოს ქართული საზოგადოება.